ზელენსკიზე რომ გადაკიდებული და ზელენსკიზე რომ ჯავრობს იმ დონალდ ტრამპმა რომელმაც განაცხადა რომ რუსეთს სულაც არ უნდოდა ომის დაწყება უკრაინაშიო და პრინციპში ომის დაწყება გადააბრალა როგორც 46-ე პრეზიდენტს ბაიდენს ისე უკრაინის ხელისუფლებასაც ერთგვარად გადააბრალა აი ამ დონალდ ტრამპმა რომელიც ბოლო პერიოდია გვაოცებს ანტიუკრაინული და თამადვიტყვი ანტიამერიკული განცხადებებითაც იმ დონალდ ტრამპმა რომელიც რომ მოიწონო მისი გაზავნილები ძალიან უნდა მოინდომო ან ძალიან იმგვარი თეორია უნდა განავითარო რომ ეს ყველაფერი ჩაფიქრებული ჰქონდა იმ თავითვე ეს არის ტაქტიკა და რეალურად რუსეთი უნდა შემოითვიოს მოლაპარაკებების მაგიდაზე რომ მე იქ დაესხას თავს აი იმ დონალდ ტრამპმა რომელმაც სატარიფო ომი გააჩაღა კანადასთან მერე შეწყვიტა მერე ისევ გააჩაღა მერე ისევ შეწყვიტა და მგონი ახლა შეწყვეტილი აქვს სიმართლე გითხრათ შეიძლება ამ ვიდეოს ჩაწერისას კიდე შეცვალოს პოზიცია იმ დონალდ ტრამპმა რომელმაც თქვა რომ ევროპიდან გამოვიყვან ჯარებსო რომელმაც თქვა რომ 5% კეთილინებეთ და 5%-მდე აწიეთ თავდაცვის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან იმართებაშიო რომელმაც უკრაინას შეუწყვიტა სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება რომელმაც უკრაინას შეუწყვიტა შეარაღების მიწოდება რომელმაც პრეზიდენტ ზელენსკის უწოდა დიქტატორი და მე თქვა რომ ეს მე არ გამიკეთებიაო მე ვთქვი ესო რომელმაც პრეზიდენტ ზელენსკის მოუწყო ოვალურ კაბინეტში ის რაც მოუწყო ბევრი იტყვის რომ ცხადია ეს წინასწარ განზრახული არ ყოფილა და სპონტანურად მოხდაო მაგრამ ბევრი იმასაც იტყვის რომ ეს ყველაფერი იყო ჩაწყობილი ხაფანგი იყო ზელენსკისთვის მოკლედ აი ამ დონალდ ტრამპმა ორივე ხელი უნდა ავწიო რომელიც ამბობდა იმას რომ მე პრეზიდენტ პუტინს ვესაუბრე და მას ომის დამთავრება მართლა უნდაო და კიდევ რას არ ამბობდა მოკლედ დონალდ ტრამპი ამ თვენახევრის განმავლობაში რაც ოფიციალურად არის თეთრი სახლის მასპინძელი უცებ თქვა წინადადება აზრი მთავრდება ასე სასწრაფოდ დასხედით მოლაპარაკებათა მაგიდასთან მადლობა ანუ წერტილი მანამდე ამბობს ესო რას ვხედავო მე მოვთარგმნი ისე რომ მეტნაკლებად ყველასთვის იყოს გასაგები ანუ სიტყვის თარგმანი კი არ იქნება ეს არამედ შინაარსობრივ თარგმანს გამარტივებული ენით გადმოგცემთ ესო რას ვხედავო მეო ესო რა ხდებაო მე აქ მშვიდობა მინდაო რეალური მშვიდობის დამყარება მინდაო და ატოსო რუსეთიო ბომბავს და ბომბავს უკრაინასო აიო ამის გამო მე დავიწყებ რუსეთის დასჯას არ ამბობს ამ სიტყვას მე ამბობ დავუწესებ თუ ასე გაგრძელდა რუსეთს სანქციებსო ისეთ სანქციებსო როგორებიც მას არ უნახავსო და უკლებლივ ყველა ის პირი რომელიც ტრამპს აკრიტიკებდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკრაინის კონტექსტში ცხადია მაგალითად ჩვენ ხმა დაგვივარდა წაგვივიდა ხმა დაგვიდაბლდა კანტკიცდა თეორია
მეტად რასაკვირველია, რომ ტრამპს ეს ყველაფერი ჩაფიქრებულ, მოფიქრებული აქვს. განმტკიცდა ეს თეორია, არა, არ დამტკიცდა, რომ განმტკიცდა. ახლა ხვალ რომ ტრამპი გამოვიდეს და ეს ყველაფერი ზელენსკის ბრალიაო რო თქვას, არ გაიკვირვოთ. ზეგ რომ გამოვიდეს და პუტინს სურო თითები უქნიოს, არც ეს არ გაიკვირვოთ. მოკლედ, აი ეს ამბივალენტური ტრამპი საკუთარივე თავს ეწინააღმდეგება ხანდახან. არა, მივესალმოთ ცხადია მის ამ ბოლო და არა უკანასკნელ განცხადებას. თქვათ, რომ ეს არის სწორი. კარგი იქნება თუ ევროპასთან არ შეწყვეტს ურთიერთობას, არ გადაძაბავს ურთიერთობას ევროპასთან, რუსეთს რეალურ სანქციებს და უწესებს, უკრაინას დახმარებას აღუდგენს, სადაზვერვო ინფორმაციებსაც მიაწვდის, უფლებასაც მისცემს, რომ რუსეთის სიღრმეებში არტყას და არტყას უკრაინამ, მშვიდობა ძალით, აბა როგორ მიიღწევა, რომ შენ ძლიერი ხარ, კუნთებს აჩვენებ და იმას ეუბნები, რომ კიდე უფრო მეტზე ხარ წამსვლელი. მაგარი ხარ რა. შეიარაღებაზე ვთქვი უკრაინის თვის აღსადგენს შეიარაღებაზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იქნება ძალიან კარგი. თუმცა არ გამორიცხოთ, რომ ტრამპმა თქვას სხვა რამე, სუსტად ხვალ. ან დღესვე. ახლა არასრული 3 წუთი თემაზე, სრული 3 წუთი თემაზე, სავარაუდოდ რა რეაქცია ექნება მოსკოვში. ტონი, რომლითაც ტრამპმა ისაუბრა ამ თემაზე, მე ვარაუდობ, რომ იქნება გამაღიზიანებელი რუსეთისათვის. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ პუტინთან შეიკრიბებიან ეს ბობოლა რუსები, რომლებიც სხვათა შორის მათი ნაწილი ხელს ითმობს ომზე. ისინი იტყვიან, რომ ესეო, რუსულად ვიტყოდი, с нами так не говорят. Мы великая страна, ჩვენ დიდი ქვეყანა ვართ. ჩვენ ასე არავინ არ უნდა გვესაუბრებოდეს. მათ შორისაც ტრამპი. ეს უფრო მოსალოდნელია, ვიდრე დაჯერება ან გათვალისწინება იმ მითითებისა, რეკომენდაციისა, თხოვნისა, მითითებისა რეალურად, რომელიც მოისმინეს მოსკოვში, იგულისხმება ტრამპის მითითება სასწრაფოდ დასხედით მოლაპარაკებათა მაგიდასთან. საერთოდ რუსეთს არასრულ 2 წუთში ჩავედიოთ. რეალურად არ უნდა მოლაპარაკებები. უფრო ზუსტი რომ ვიყო, რუსეთს უნდა ომის გაგრძელება მიუხედავად იმისა, რომ მართლა დაჟანგებული ტანკები გამოხავს ჩრდილოკორეელებს, იშველიებს ფრონტის ხაზზე, საზარბაზნე ხორცად აქცია რუსეთის ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი და წარმატებას ვერ აღწევს და თუ აღწევს ერთ სოფელს, პატარა სოფელუკას აკლავს 27888 ჯარისკაცს. ამის მიუხედავად, იმის გამო, რომ გენერლები ხელს ითმობენ ამ ომზე, იმის გამო, რომ უამრავი ფული იშოვება, ანუ იმის გამო, რომ თავად ამბიციური იმპერიაა, რომელიც ამბობს, რომ აი ეს ესეა და დამთავრდა ახლა პატარ-პატარა ქვეყნუკებმა, უკრაინამ, საქართველოს რაღაცეებმა, ახლა ვერ უნდა შემიცვალონ და არათუ პატარებმა, არამედ დიდებიც ვერ შემიცვლიან. ხო? რუსეთი კი თამაშობს ერთ-ერთი თუ სატელეფონო საუბრებში შეერთებულ შტატებთან, რომ ვითომ მშვიდობის მოსურნეა, მშვიდობის მოსურნეა. მაგრამ რეალურად საქმეზე რომ იდგება, ის არანაირ, დავიხიე ზურგს უგან, არანაირ კომპრომისზე სამსვლელი არ არის. ტრამპი, პოდოლიაკმა თქვა ეს სხვათა შორის, ამას გააცნობიერებს. სიგრძე განებს, მიხვდება, როცა შეეჩეხება ამ ყველაფერს. ახლა პატარა, ავს მოხელთებული რუსეთთან შედარებით პატარა უკრაინა და იმას აფუშინგებს, თორე საქმეზე რომ იდგება გადასცდება 10 წუთს,
საქმეზე რომ იდგება, რა საკვირველია. უკვე დაინახა მეთქი ამის თქმაც შემიძლია ტრამპმა, რომ რუსეთი უფრო ტრამპისეული გაგებებით, ხო? ტრამპისეული გაგებებითაც კი რუსეთი უფრო არაადეკვატური სახელმწიფოა, ვიდრე უკრაინა. უკრაინა საერთოდ არის არაადეკვატური სახელმწიფო, მაგრამ ტრამპს ხომ ასეთად მიაჩნია ზელენსკიც და უკრაინაც. ვერ გაუგია ის ხო? ის ხო იმ კატეგორიებით არ მსჯელობს, იმ ღირებულებებით არ ნაკლებად მსჯელობს, რა კატეგორიებით თუ ღირებულებებით მსჯელობთ ჩვენ და პირველ ყოვლისა მსჯელობს თავისუფლებისთვის მებრძოლი პრეზიდენტ ზელენსკი. მოკლედ დიდი ამბები გველის ამასობაში ჩინეთი, რომელიც არ არის მაინც და მაინც ანტიუკრაინული ახლა ყოველ შემთხვევაში. ამასობაში თურქეთი, რომელზეც წინა ბლოკშიც ისაუბრე, ამასობაში ევროპა 800 მილიარდი. წარმოგიდგენიათ? რაც უნდა გამოყოს მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ 10 წლის განმავლობაში. ნუ გამაყოფინებთ ახლა 8 წლის განმავლობაში, მოდი ესე ვთქვათ, რომ გამოყო 100 მილიარდი. ეხუმრებით და ეს ფონდების, სარეზერვო ფონდების გახსნის, ოქროს ფონდების ბადწოდებულების გახსნის გარეშე. ეს იმ 300 მილიარდის გარეშე, რომელიც რუსული აქტივებია ბელგიაში, ბანკში, რომელთა პროცენტების გაყიდვა მოხდა მანამდე, გაყიდვა და გადაცემა. ახლა მთლიანად 300 მილიარდი ბრახ და კონფისკაცია რომ მოხდეს. ჰეი, სად მიდიხარ მე? რუსეთი 150 მილიარდს ხარჯავს დოლარში ყოველწლიურად. ომში არა, საკუთარ თავდაცვის ხარჯებში. იქ ვლადივოსტოკიც გასამაგრებელი აქვს. ემან იაპონიამ არა. და არტყას. არა, ეს ვიხუბრე, მაგრამ გამორიცხავთ. ყველაფერი კარგად იქნება.